მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გამომგონებელი და დღეს მე ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ უნდა გავაკეთოთ უფასო ენერგიის გენერატორი. ესე იგი, თავდაპირველად ჩვენ დაგვჭირდება სილიკონის თოფი, 2 ფიცრის ნაჭერი, ძველი სათამაშოსგან დარჩენილი მატორი, ელექტრო, ასევე დაგვჭირდება ატვიორკა, ბრტყელტუჩა, აი 2 ასეთი შურუფი, კარდონის ასეთი ფირფიტა და კიდევ 2 ასეთი ფირფიტა. და როგორც ხედავთ, ერთი არის პატარა, 2 არის დიდი. რეზინი, ეს ჩრეტავი და ეს არის სანთებელას ნატურა. ესე იგი, დავიწყოთ გაკეთება. პირველ რიგში ჩვენ აი ეს 2 ფიცარი უნდა დავამაგროთ აი ასეთ მდგომარეობაში. რასაც დაამაგრებს აი ეს. ახლა ეს უნდა დავუმაგროთ აი აქ. ეს დავამაგრეთ და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. შემდეგ ეტაპზე დავაწებებთ აი ამ ფირფიტებს. მაგრამ სანამ დავაწებებდეთ, ჯერ გავხვრიტოთ შუა წერტილში. შემდეგ დავაწებოთ შემდეგი თანმიმდევრობით. ამაზე დავაწებებთ ამას და ამაზე დავაწებებთ ამას. შემდეგ ეტაპზე აი ამას ვამაგრებთ ამ ადგილას. აი ამ შურუფით. ესე იგი, ეს ჩავიყვანეთ ბოლომდე და ამან უნდა იტრიალოს. ამისთვის სახელურად ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისევ ეს. გავჩვრეტავთ აი აქ. ოღონდ ბოლომდე არ ჩავიყვანთ, რადგან შეიძლება მე აღარ დატრიალდეს. და დავატრიალებთ ამას ასე. შემდეგ ეტაპზე მატორს ვამაგრებთ აი ამ ადგილას. სიმაგრისათვის შეიძლება აქაც დავასხათ სილიკონი. გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. შემდეგ ეტაპზე მატორზე მოვაძრობთ იმ კბილანას და დავუყენებთ აი ამას. და შემდეგ აი აქ რომ კარგად იმოძრაოს აი ამან რეზინმა, შეგვიძლია ეს პატარა მუყაოს ქაღალდები დავუმაგროთ ასე შიგნით დავაწებოთ.
ეს ეტაპიც დასრულდა და შეგვიძლია გამოვცადოთ თუ როგორ ტრიალებს რეზინი. გავუკეთებთ ამ რეზინს და გამოვდებთ მატორზე. როდესაც ტრიალებს ეს მატორი, გამოიყოფა ელექტროენერგია, რომელთაც ავამუშავებთ აი ამ ნათურას. ესე იგი, ჩვენი გენერატორი უკვე ავაწყეთ, დასრულდა მისი აწყობა და შეგვიძლია მას ჩაუტაროთ ცდა. კიდე იმას დავამატებ, რომ ეს დეტალი წეღან დავამაგრე, იმისთვის რომ უფრო ადვილია ამის გამოყენება, შეგვიძლია ასე მივატრიალოთ, ჩვენ სასურველ მდგომარეობაში ვამოძრავოთ, დაბლაც დავხაროთ, მაღლაც და კაბელის, ეს კაბელზე კარგი არის შედარებით უფრო. და მოდი ჩაუტაროთ ცდა. ახლა ავიღებთ ამას, აქ ასე გავუკეთებთ და დავატრიალებთ. და როგორც ხედავთ, წარმოიქმნება ელექტროენერგია. და მოდი სიგნალში ჩავატაროთ ეს ცდა. როგორც ხედავთ, ის მუშაობს და შეგვიძლია ნებისმიერ სიტუაციაში გამოვიყენოთ ეს ჩვენი გენერატორი. ჩვენი გენერატორი დასრულდა, ჩვენ ის ავაწყეთ და როგორც ხედავთ, ძალიან კარგად მუშაობს. გამოიწერეთ არხი გამომგონებელი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და შემდეგ ძალიან საინტერესო ვიდეოთი დაგიბრუნდებით. ნახვამდის.